კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო საალუქვაძე ვარ. საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის 2 აგენტი გაიწვია. ინფორმაციას დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგული წამყვანი გამოცემა ინტელიგენს ონლაინ ავრცელებს. სტატიის ავტორი აგენტების გაწვევის ფაქტს 5 მაისს უცხო ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძელაურის საქმეს უკავშირებენ. გამოცემა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა. ამერიკული მხარის მკაფიო გზავნილები და მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვაშინგტონში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. კრისტოფერ ლანდაუმ ქვეყნებს შორის არსებულ ღირებულებით თანხმედრაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე გულწრფელად დაინტერესებულია ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ამ კუთხით შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის როლსაც, რომელმაც მისივე თქმით ადმინისტრაციას სხვა ქვეყნებთან წლების განმავლობაში გაყინული ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მისცა. კრისტოფერ ლანდაუმ ისაუბრა კავკასიის რეგიონში საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობაზეც. ამასთან მკაფიოდ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისცი დასწრება სიმბოლური დატვირთვა აქვს და გამოხატავს მზაობას ურთიერთობების გადატვირთვისთვის. სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი. იმ ყველა დამაკავშირებელი საკითხის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს. გულწრფელად გეტყვით ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ვესწრები, ეს ფაქტობრივად უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის დავათმოთ ურთიერთობები. ვაფასებ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით. მე კი აქ ვარ, რათა გამოგართვათ სალამი და ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. ამრიგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნით. ვფიქრობ, ამ ფაქტის ინდიკაცია მოვახდინეთ. შესაბამისად, მოდით ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას მონუმენტს, რომელსაც უკვე მივაღწიეთ. საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივებზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართულმა მხარემ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ამერიკული მხარის პოზიტიური გზავნილების შემდეგ ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი გახდება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევს, რომ ურთიერთობები სამართლიან მიდგომებს დაეფუძნოს. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა შტატების წინა ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, რომელმაც მისი თქმით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები დააზიანა. მთავრობის მეთაურის შეფასებით მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ეს მიდგომები შეცვლილია, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება. მთავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში, რამაც გააფუჭა ურთიერთობები გასული წლების განმავლობაში ეს იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რას აკეთებდა წინა ადმინისტრაცია, როგორ უჭერდა მხარს რადიკალის, სიძულვილს, სიცრუეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ ახალისებდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟს, მათ შორის როგორ უბიძგებდა რადიკალურ ოპოზიციას არესარგებლად მანდატებით. ეს მოხდა როგორც 2020 წელს, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დღეს ხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შეცვლილი, რაც ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება ამერიკულ მხარეს. საქართველოს არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმე და გამოსწორება მოთხოვოს. საქართველოს არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს კაფიოდ დავაფიქსირეთ აბსოლუტურად ყველგან. საქართველოს არის ღირსეული სახელმწიფო, საქართველოს სწორედ ღირსებას იცავდა წინა ადმინისტრაციის მიმართ და ღირსების დაცვა უწევდა სწორედ, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ეთხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ ღირსების დაცვის საფუძველზე მოვახერხეთ უმძიმესი რისკები აგვეცილებიდან თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან შესაბამისი გზამკვლევით, არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. რადგან სამართლიანობაზე საუბრობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებმა
უნდა აღადგინოს სამართლიანობა, გამოასწოროს ის გადაწყვეტილებები, რომელიც სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ოპოზიციის მიმართ კრიტიკული შინაარსის გზავნილის შემდეგ ოპოზიციური დაპირისპირება გამწვავდა. პარტია ლელომ აღიარა, რომ შტატებისგან მიღებული შენიშვნა სამართლიანი ბოიკოტი კი შეცდომა იყო. ლელოს აღიარებამ გაბრაზა ეგრეთ წოდებული ალიანსის წევრები, რომლებიც შტატების ოფიციალური განცხადების მიუხედავად რეალობის იგნორირებას ცდილობდნენ. პარალელურად დაპირისპირება გრძელდება ყოფილდამოქმედ ნაციონალებს შორის. თამარ ჩერგოლეიშვილი ისევ სააკაშვილის აკრიტიკებს, ლიდერს კი მისი თანაგუნდელები იცავენ. ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფიქსირებული პოზიციის შეფასებასთან დაკავშირებით. ძალიან ღიად ვიტყვი, უვიცი და არაპროფესიონალური შეფასებები. წერია პირდაპირ შავით თეთრზე, რომ ამერიკული მხარის მოსაზრება არის, როდესაც მან ესაუბრა ოპოზიციას და აფიქსირა პოზიცია, რომ ქართული ხალხის და ამომრჩევლების ინტერესები მათ უნდა დაიცვან მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით. არანაირ კონტექსტში საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არსად მსოფლიოში არ მოუტანია. პირველ რიგში იმათთვის, ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა, როგორც მისი სტატუსიდან ჩანს, იცის და გაერკვევა იმედია. თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ. შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული ზომიერი პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია. ავთენტური არ იყო პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ ოპოზიციურ ველზე ავტოკრატია გვჭამდა, ხო? ქართველმა ხალხმა ჩარეცხა ტიპის პოლიტიკა. ნაციონალურ მოძრაობაში ადამიანი რომ დაწინაურდეს, ყველაფერზე უნდა უქნიოს მიშას თავი. მიშას წინააღმდეგ თუ წავიდა, ის წინ ვერ წავა. მათთვის უმეტესია, რასაც ქალბატონი ჩერგოლეიშვილი მithumetes ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით. ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის არის ყოფილი მონების და ლილიპუტების გაერთიანება და როცა მოუნდება, მას შეიძლება ჩაძიროს ეს ხალხი. არ ვიცი რა ბედიელის ამ ალიანსს, მაგრამ ეხლა ასეთი უცნაური გაერთიანება, რომ შინ კონფლიქტები იქნება, ისედაც გასაგებია. და ბოლოს ამ ხალხს ერთმანეთს ისეთი აქვს ნათქვამი, რომ საერთოდ ერთ ოთახში როგორ არის ხოლმე ის კი მიკვრის, მაგრამ არც განსაკუთრებული იდეა გაეშნიათ, არც რაიმე მიზანი გარდა იმისა, რომ ისევ მიხეილ სააკაშვილის ხარჯზე იარსებონ პოლიტიკაში. მე მგონია, რომ საბოლოოში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილზე დგას. ოპოზიციის ურთიერთბრალდებებს ბოიკოტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ლელო სხვა პარტიებთან ერთად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისა და საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილეა. შესაბამისად, უცხოური დირექტივების შემსრულებელი ძალების მხრიდან საუბარი თითქოს პოლიტიკური პროცესების ბოიკოტს ეწინააღმდეგებოდნენ, მათ დანაშაულს არ ამსუბუქებს. ლელოც იყო საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილე, ასე დაავალეს, მათ შორის ყოფილი ადმინისტრაციიდან და ასე იმოქმედეს, ხო? თვითონ თქვენს უარი მანდატებზე. აქედან გამომდინარე, ახლა ლელოს ხას რო ესაუბრება, აბსოლუტურად ალოგიკურია. თვითონ იყვნენ ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეები, თვითონაც თქვენს უარი 2024 წელს და მანამდე 2020 წელს საპარლამენტო მანდატების სარგებლობაზე შესაბამისად ლელოც არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. ხო, რაც უთხრეს, რაც დაუკვეთეს უცხოურ აგენტურას, ის შეასრულეს. ეხლა ახალ ადმინისტრაციას აქვს განსხვავებული მიდგომა, შესაბამისად მათ გადაწყვიტეს ლელოს ნაწილმა გადაწყვიტა განსხვავებული მესიჯებით ისაუბროს, თუმცა ეს მათ დანაშაულს რა თქმა უნდა ვერ გაასუფთავებს, ხო? მათ ჩაიდინეს რეალურად პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდას რა თქმა უნდა ასე მარტივად ვერ მოიშორებს ლელო, რომელიც იყო ამ პოლიტიკური დანაშაულის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე, ხო? რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ჩვენ ნახოთ 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე, ეს აგონისტო სასამართლოზეც არის დამოკიდებული და შემდეგ ნახოთ არჩევნებამდე მიაღწეული პარტიები და ვინ სარგებლობს და ვინ არის ისარგებლოს მანდატით. ისინი მთლიანად იმართებიან გარედან და რა მითითებებიც იქნება თუ ვიღაცა კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი ან პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ყოველთვის ცდილობენ რომ იმას მოერგონ და არა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედონ. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რა ინტერესებით მოქმედებენ, ვინ მართავს, საიდან იმართება.
2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მაჩვენებელი 62 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით საანგარიშო პერიოდში სექტორის ბრუნვის მოცულობის 71% მსხვილ ბიზნესზე, 11% საშუალო, ხოლო 18% მცირე ბიზნესზე მოდიოდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამოხატულებაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა საქართველოს ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერება, რაც საბოლოოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8.3% და რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდაც არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება. ხო, ჩვენ თავარია შევინარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. ხო, თქვენ იცით, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, ეს არის დასაქმების მაჩვენებელი, ეს არის საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში და ბუნებრივია ბიზნეს სექტორის ბრუნვის შემდგომი ზრდა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამეგრელო ზემოსვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 158 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები. გამოძიების ინფორმაციით აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით კონკრეტული პირები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მათ საწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატიურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალურ შემოსავლებს იღებდნენ. დიდ მტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები. 158 ერთეული ეგრეთ წოდებული მაინერი, რომელთა საშუალებითაც ადგილობრივები დიდი ოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაზე მედიასთან კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით, რაც ისახება თითოეულ მოქალაქესა და გადახდებზე, რაც უნდა გამოსწორდეს და ჩარჩოებში მოექცეს. გაკეთდა განაცხადი გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით და პარალელურად წარიმართება შესაბამისი პროცესები, რაც არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები, 133 მილიონი კილოვატ-საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნავ მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, ანუ 10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება, დაახლოებით 20 მილიონის, უხეშად 20 მილიონზე მეტის ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით. საქართველოში ახალი ცენტრალური შესყიდვების ორგანო ამოქმედდა, უწყება პასუხისმგებელი იქნება როგორც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებაზე, ისე მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებაზე. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ბაზრის კვლევას ჩაატარებს, მიზანი კი შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, მიწოდების პირობებისა და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო შეფასება. შესაბამისი წესები, ოპერირების პირობები და ბაზრის კვლევის პროცედურები საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით განისაზღვრა. დადგენილებით ასევე გაწერილია საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა შესყიდვაც კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელდება. დღეს მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ახალი სამსახური შესყიდვებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და კორუფციულ გარიგებებს გამორიცხავს. პროცედურები ძალიან მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და ამას ემატება ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც განხორციელდა, შეიქმნება ერთიანი შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს. თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრვის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება ყველა პროცედურა, მას უზრუნველყოფს ახალი გაერთიანებული სამსახური, რომელიც შეიქმნა. თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან იქნება გამორიცხული კორუფციული გარიგებები. ეს გამორიცხული იქნება თავად იმ პროცედურებითაც, გამჭვირვალე პროცედურებითაც, რომლებიც დანერგილი იქნა სისტემაში.
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მარკ ნორდბერგს შეხვდა. შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტზე პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მხარებს ასევე სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ირაკლი ნარსია დაინიშნა. ახალი მოადგილე უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ წარუდგინა. ირაკლი ნარსია სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი მოადგილის ცოდნა, კვალიფიკაცია და ხედვები სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ლევან ხარაბაძემ ირაკლი ნარსიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ირაკლი ნარსია სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. თბილისის ურბანული ტყის პროექტი, რომელიც 7 ჰექტარამდე ფართობზე აღდგენილ გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს, დასკვნით ეტაპზეა. თბილისის მერიისა და ფონდ ქართულს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ასევე საინფორმაციო დაფები. გარეული ფრინველების გამრავლების მიზნით გაკეთდა ვოლიერი. ტერიტორიის ნაწილი აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. ჩატარებული სამუშაოები დედაქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ფონდ ქართულს წარმომადგენლებთან ერთად ათვალიერა და გამწონების აქციაში მიიღო მონაწილეობა. წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ფონდმა ქართულმა დაიწყო კომპლექსური პროექტი, რომელიც გულისხმობს მთაწმინდის და მიმდებარე ფერდებზე ეგრეთ წოდებული თბილისის ურბანული ტყის აღდგენას. შევისწავლეთ დეტალურად ნიადაგი, ფლორა, ფაუნა, ყველა კომპონენტი აბსოლუტურად. შეირჩა შესაბამისი ჯიშის ნაირსახეობის ხემცენარეები, დაახლოებით 40 ერთეული სხვადასხვა ჯიშისა და მოხდა მათი ეტაპობრივად ჩარგვა. საერთო ჯამში დარგული არის 700.000 ნერგი, გარდა ამისა გაკეთებული არის ტურისტული ინფრასტრუქტურა. მინდა მიულოცო სრულიად ჩვენს თანამოქალაქეებს ამ პროექტის დასრულება და რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადო ფონდ ქართულს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს მართლაც აი ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის. ეს არის ნამდვილად ჩვენი ქალაქის ფილტვები და ჩვენ ამ სამუშაოების შედეგს კიდე მომავალში ყოველწლიურად კიდე უფრო დავაფასებთ. ეს ფუფუნება ძალიან იშვიათია თელ დედამიწაზე, რომ დედაქალაქს ან რომელიმე ქალაქს კონდეს მსგავსი საშუალება. პროექტი მოიცავს დაახლოებით 40-ის მეტი სახეობის ხემცენარის დარგვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნებისთვის. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. კონცერტში მონაწილეობდნენ სამები საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი. პროგრამის ფარგლებში შესრულდა საგუნდო მუსიკა და გუსტავ მალერის სიმფონია ნომერი 10. კულტურის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, საპატრიარქოს წარმომადგენლები, კულტურის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება. მათში ქართველი და უცხოელი მუსიკოს შემსრულებლები, სოლისტები, ანსამბლები და ორკესტრები მიიღებენ მონაწილეობას. დღეს საოცარი პროგრამით წარდგა სვიმონ ჯანგულაშვილი, ორკესტრი, საფესტივალო და მე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამ დობისთვის და ლოცვა კურთხევისთვის, რაც ამ ფესტივალთან დაკავშირებით გამოითქვა. ვფიქრობ, რომ ზვიად ბოლქვაძეც და სვიმონ ჯანგულაშვილიც, რომლებიც არიან ამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები, შეძლებენ და ამავე ხარისხში მთელი წლის განმავლობაში ბევრ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს გაახარებენ და რეგიონებში შემოივლიან არაჩვეულებრივი პროგრამებით. წელს ჩვენი ქვეყანა ეკლესიასა სახელმწიფოც აღნიშნავს
ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიათ აღიარების გაქრისტიანების საყოველთაო ნათლობის 1700 წლის თავს. ამასთან დაკავშირებით მრავალი ღონისძიება ტარდება და ერთ-ერთი არის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც კულტურის მინისტრის ინიციატივით კულტურის სამინისტროს თანადგომით ტარდება და რომელსაც ზვიად ბოლქვაძე და მე ხელმძღვანელობთ. დაგეგმილია არაერთი სიმფონიური კონცერტი, საგუნდო კონცერტები, კამერული მუსიკის კონცერტები მთელ საქართველოში. დღევანდელი კონცერტით გაიხსნა ღონისძიებების ციკლი, რომელიც წლის ბოლომდე გაიმართება სხვადასხვა ფორმით და მიეძღვნება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგია და გამოცხადების 1700 წელს. 1700 წელი არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი, ეს არის ჩვენი იდენტობა, ქრისტიანული ღირებულებები და კულტურა, რომელმაც დღემდე მოგვიყვება. ასეთი იყო ახალი ამბები 16 საათზე, მე გემშვიდობებით ეთერს პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.